მგზავრები ნაინო ქოშიბაძე და ბარბარა ხარხელი თოვთ სასწრაფოდ გამოცხადეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 ათწლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველკვირა მსჯელობს ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. გადმოვეწყო ეხა ამის. როგორ შვებოდით ხოლმე? როგორ შვებოდით ხოლმე? ყოველ ჯერზე ეს ჭირდება განახლება რაღაცების. პირველ რიგში ეს ჩემი საყურეების დღევანდელი არის ინსტაგრამზე თუ რაღაცაზე რენდომად ნანახი საყურეები. ჩემ მეგობრის ნაჩუქრები მინდოდა, მაგრამ იმის რაღაცა ძალიან არ ვიცი სპეციალ იმისთვის მინახავ შემთხვევისთვის და თან არ უხდებოდა ჩემს მაისურს, რომელიც არის ესეთი. და ვიყიდე ტაილანდში რომ ვიყავი, იქ თურმე აღმოჩნდა რომ ეს მაისურების რაღაცა ესა აქვთ. არ ვიცი ქვია წარმოება თუ რა, მაგრამ აი ესეთი რაღაცა სხვადასხვანაირი სასაცილო პრინტია, რომელიც მე ძალიან მიყვარს, მოგეხსენება. ძალიან ესა ბევრი რაღაცაები მაისურები იყო და რაღაც ჩანთაც ხო ვიყიდე რომ გიყვებოდი უცნაური და მოკლედ ძალიან საჩემო აღმოჩნდა იქაური შოპინგი 1000 მაიმუნობის. ხო და ამიტომ არ ვხდებოდა ამ ჩემს მაისურს და დღეს ესენი გავიკეთე, რომელიც გამახსენდა რა სადღაც Facebook-ზე ვნახე ვაირალ იყო და მე ჩინური საიტიდან ტაობაოდან სალხოცნა გამოვიწერე. და იმას ორჯერ მეკეთა. ვინც ვერ ხედავს, ნაინოს უკეთია ალუბალი საყურეები. მართალია, კი, ძალიან გავს ნამდვილ ალუბალს. ბავშვობაში რომ ვიკეთებდით ხოლმე ყურებზე. კი, ესე გადმოკიდებული მქონდა ჩემი საყვარელი გასართობ. ხო და დამავიწყო ჩვენი ისა იმდენად გადავედი ამ ვიდეო ფორმატზე რომ გაჟღერება მავიწყდება ხოლმე რაღაცებისთან. მე ჯერ კიდევ აუდიო ფორმატზე ვარ ჩემ ტვინში. კი, ვიღაცამ უნდა იმას შეინარჩუნოს ტრადიციული პოდკასტინგი უნდა დავაბრუნოთ რა. ხო და ბარბარა დაგვიბრუნდი, გელოდებოდით მომენატრა შენთან ჩაწერა. და პირველ რიგში კითხავ, როგორი კმაყოფილი ხარ ჩემი და საბასი? აბა როგორ გასახელეთ? ძალიან კმაყოფილი ვარ, გუშინ მოусმინე ბოლო ეპიზოდს, ესე გადავდეთ თვალყურს და ძალიან კარგია, როდესაც შენი პოდკასტი უშენოდ ცხოვრობს. და უცბად რომ პოდკასტის აპლიკაციაში მომდის, duty free talks-მა ახალი ეპიზოდი დადო. და აი ძალიან და შენ ამ დროს შვებულებაში ხარ. მე ამას ხო რაღაც არაფერი არ გამიკეთებია და აი ეს არის რა მენეჯერობის და დელეგირების ხიბლი. ეგრევე რომ შეიტენა. ოკეი. არა მე არაფერი არ დამიდელეგირებია და არ დამიმენეჯებია, მაგრამ მაინც რაღაც თავისით რო კეთდება რაღაცა შენ გარეშე ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ მინდა გითხრა ძალიან მომენატრა შენ ესეთი რაღაც ტრადიციული ჩვენი ეპიზოდები და ველოდებოდი, როდის დაბრუნდებოდი, რომ რაღაცებზე გველაპარაკა. მართალია, ბოლო პერიოდში იმდენად ისე ვართ ორივე არეულ-დარეულად, რომ ისევე დაგიგმილად და ღრმად ფილოსოფიურად ვერ ვიცვით ხოლმე რაღაცებს ვისაუბროთ, მაგრამ მე მგონი მაინც იქნება რაღაც თემები და მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებს როგორ დაისვენე, რა ხდებოდა შენ ცხოვრებაში, ბავშვები როგორ არიან და მაპდეიტი, იმიტომ რომ ისედაც არ გველაპარაკია. ბავშვები ჯერ არ არიან, ჯერ კიდევ მუცელში არის მეორე. ხო, მაგრამ ისე მუცელში რა შვება. მუცელში კარგად არის, ველოდები აწი უკვე ნებისმიერ დროს, იდეაში მაისის ბოლოს, მაგრამ აწი უკვე ნებისმიერ დროს რომ მოვიდეს, არავის არ გაუკვირდება, ასე რომ ესეთ მზადყოფნაში ვარ, ვემზადები ბავშვისთვის. ამასობაში ვცდილობ, რომ თინასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო, რომ მოვისურვილო ჩვენი მარტო ყოფნა, იმიტომ რომ მალე ყოველთვის მესამე იქნება ხოლმე ჩვენ შორის. და იქ ცოტა წინასწარ ცოტა მანერვიულებს რომ ანუ მას მოვაკლებ ახლა ფიზიკურად შეუძლებელია სხვანაირად ყურადღება მოაკლდება. ამიტომ ვცდილობ რომ ახლა დავაკომპენსირო, მაგრამ მე მგონი უარეს ვაკეთებ, იმიტომ რომ ახლა ისე მივეჩვიეთ და მივეწებეთ ერთმანეთს. იმიტომ რომ ადრე გამომყავს სკოლიდან შედარებით, ან ბევრ დროს ვატარებთ ერთად. ნუ მე უფრო რთული იქნება თქო, ვფიქრობ ეს სეპარაცია.
მაგრამ no whatever, ასე გვიგრძნობს გული და ასე ვაკეთებთ. დასვენება კარგი იყო ორი კვირა. აქ ყოველ ორ თვეში ერთხელ ორი კვირა დასვენება აქვთ ბავშვებს სკოლაში. ანუ ოქტომბერში ორი კვირა, მერე ახალ წელზე ორი კვირა, თებერვალში ორი კვირა, აპრილში ორი კვირა და მერე ზაფხულში ორი თვე, ანუ ივლისი და აგვისტო. ანუ ბევრი ის უწევთ ძალიან და რა. მასწავლებლებიც ისვენებენ მაგ დროს. კი, ან მასწავლებლებიც ისევე, მაგიტომ ითვლება აქ ძალიან კარგ ქალისთვის ძალიან კარგ პროფესიად მასწავლებლობა, იმიტომ რომ შესაბამისად ბავშვებსაც რახან იგივე ტარდადეგები აქვთ, ბავშვების დატოვების პრობლემა არასდროს არ უჩნდებათ რა, ვინც მასწავლებლად მუშაობს. და ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ანუ გამოდის რომ ბავშვებს აქვთ რამდენი გამოდის 16 კვირა დასვენება. და მშობლებს 5 კვირა გვაქვს დასვენება, ანუ შვებულება ოფიციალური. და აი რის იმედზე არის სახელმწიფო, არ ვიცი, დანარჩენი სად მიდიან ეს ბავშვები, ანუ ვის იმედზე ყავს, არ ვიცი. ბებია ბაბუების. ბებია ბაბუის იმედზე, ხო, და ნუ ხო ვისაც გაუმართლა და ახლოს ყავს მშობლები, ან მოცლილი მშობლები ყავს, ან იმიტომ რომ თან ზოგიჯერ პენსიაზეც არ არის გასული, პენსიაზე თუ არ არის გასული, ახლა რას მიხედავენ ბავშვებს. თან ეს გადაგვარებულ ევროპაში ისე კი არაა ჩვენთან სუროცალია ბებია ბაბუებს ბავშვების. ხო, მან აზრზე არ ვარ როგორ არის, მაგრამ მან მგონია რომ კიდე უფრო არის ეს უფრო ადრე აჩენენ ბავშვებს და შესაბამისად ჯერ კიდე პენსიაზე არ არიან ხოლმე ბავშვების ხო, დროს. მაგრამ ჩვენთან მე მგონი რაღაცნაირად ძალიან ეს არის დაუსწრებლად ითვლება რომ აუცილებლად უნდა დაგეხმაროს მშობელი რა და ანუ არც კი განიხილება რომ იმ ბებია ბაბუას თავის პირად ცხოვრება აქვს და შენ გეგმებზე არ არიან აწყობილი და 24/7-ზე არ არიან ის რა ქვია ხელმისაწვდომი მისთვის რომ შენ ბავშვებს სებას ქანა ქვია მიხედონ და რაც ძალიან ცუდია იმიტომ რომ იმაზე მეტყველებს რამდენად რაღაც ასაკის მერე ან ბებია ბაბუობის ასაკში შედიხარ როგორ ხელის აღება გიწევს შენ ცხოვრებაზე არა და ამ დროს შეიძლება სადღაც დასასვენებლად გინდოდეს წასვლა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა რომ მე ანუ ძალიან მომწონს ზოგადად ეგ ოჯახების დახმარების და რაღაცის თემა და ჩართულები როცა არიან ბავშვის აღზრდაში, მაგრამ იმდენად არა როგორც აი ჩვენთან ძიძის როლს ითავსებს ხოლმე ბებია ძირითადად რა თქმა უნდა და ცოტა ის არის too-much არის რა. ხო, არ ვიცი, რაღაცა ჩემ საახლობლოში მან ბევრი მშობლები მუშაობს, რა ჩემი მშობლები ჯერ არ არიან პენსიაზე, თამთა მშობლები არ არიან პენსიაზე. ბევრი ისე არის, რა თქმა უნდა ეხმარებიან ხა მაქსიმალურად, მაგრამ არ ვიცი, ვეღარ მივადებდი თვალი მე მაქედან რო წამოვედი, ჯერ კიდე არავის არ ყავდა მე მგონი ბავშვები და არ ვიცი რა ხდება. მოკლედ, ევროპელი ბებია ბაბუები ძალიან არიან დასახმარებლად, მაგრამ ეს არის ანუ გამართლებაზე აქაც არიან ვიღაცები, ვინც მართლა პენსიაზე გავიდნენ თუ არა დაუთმეს მის მთელი ცხოვრება შვილიშვილებს, იმიტომ რომ დათ და საკმაოდ ბევრია ისეთ ინას კლასში, რომ ეხლა ადრე რო გამომყავს ხოლმე, ეხლა სულ სხვა კატეგორია გავიცანი ხალხის რა, იმიტომ რომ მე გვიან რო გამომყავდა ხოლმე, ანუ გახანძლებულში ვტოვებდი და იქ სხვა, ანუ ეს მომუშავე მშობლები მოდიოდნენ ხოლმე საღამოს 6-ისთვის, 6-დან 7-ის ნახევრამდე და იმათ ხედავდი, იმათ ვიცნობდი და ეხლა მიდივარ 5-ის ნახევარზე, როცა სკოლა მთავრდება რეალურად გახანძლებულში არ ვტოვებ და ეხლა სულ სხვა ვიღაცებს ვხედავ და ეს სხვა ვიღაცები ძირითადად არიან ხოლმე მაინც ბებია ბაბუა. მე და ბებია ბაბუები პარკში მივდივართ ხოლმე ბავშვებთან ერთად. ხო და რომ რაღაცას მე ვლაპარაკობთ ხოლმე ხარ რა თქმა უნდა და ნუ პენსიაზე არიან და ძალიან აქტიურად ჩართულები არიან ბავშვების აღზრდაში რა, ანუ ძალიან ხშირად გამოყავთ, ეს არ დადეგები რო არის ეს ორკვირიანი, ერთი კვირა მაინც თავისთან მიყავთ. და მოკლედ რა, ზოგს ძალიან გაუმართლა, ცოტა მეხარბება ხოლმე ეგ, იმიტომ რომ ჩვენ ხა ჩემი მხრიდან საქართველოში არიან ჩემები და ჯონტანის მხრიდან ჯერ შორს ცხოვრობდნენ და ეხლა ახლოს გადმოდიან, მაგრამ ეგეთ ჯერთი რომ 6 შვილი, ანუ ეხლა 5 ყავთ და მალე მე 6 ეყოლებათ და ეგრე მარტივად ვერ გაანაწილებენ ყურადღებას რა. და პლუს ამას ძალიან ეგეთი ჩართული ბებია ბაბუაც არ არიან და მოკლედ ჩვენ ცოტა ესე უპატრონოდ გვძნობთ ხოლმე. პატრონი არა ყავს.
მაგრამ ხო არა საკმაოდ ჯართულები არიან ეს ევროპა ეძახე და დებია ბაბუები ძალიან ყოჩაღობენ აქაც. აჰა. მანიერი, ანუ რამე განვიხილავთ ევროპელ ბებია ბაბუებს და ეს არის. მაგის გამო ევროპული უარი არ თქვა. არა, ოჯახის ფასეულობები ამათ რო აქვთ გადაცვალე, არ ვიცი მე საქართველოში ხშირად არ მინახავს ხოლმე ეგრე რა, ცოტა სხვანაირი აღქმა გვაქვს მე მგონი, მაგრამ მართლა ეს ოჯახი ხშირად ერთმანეთის ნახვა, ანუ დღესასწაულებზე სულ ერთად ყოფნა და ასე შემდეგ და ასე რომ და ეს კულტურულად ძალიან არა, ჩვენ მნიშვნელოვანია. ირგვლივაც არიან ეს ოჯახები, ვინც ოჯახობენ და დღესასწაულებზე და რაღაცებზე, მაგრამ დინამიკა არის კიდე ცოტა სხვანაირი რა, რაღაც მოკლედ ბევრი განსხვავება ურთიერთობის ფორმებში და საზღვრების დაცვაში, მაგალითად, ისე რომ ძალიან არ შემოიჭრან შენ პირად სივრცეში და ისი ამოვნო იმ დროით, ანუ შენ წინა ეპიზოდში გიყვებოდი, რომ სულ ჩხუბობენო, მაგრამ ის ჩხუბი კიდე სხვა თემის ჩხუბი არის რა და დარწმუნებული რომ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში ჩარევის ჩხუბი არ არის, ანუ უბრალოდ რაღაცა მსოფლმხედველობა არ ემთხვევა, რაღაცაზე დისკუსია, ანუ ჩვენთან არც ეგ კონფლიქტი არ არის, მაგრამ თან ეს არის ბარა შინაარსიანზე თითქოს არაფერზე არ ვლაპარაკობ, წინაზეც განვიხილავდით მაგას და საბასთანაც რაღაც გაკვირით საუბრობდით მაგაზე, რატო არ შეიძლება იყოს ეგრე, რომ ჩაკეტილები ვართ თუ რაღაც მაგ მხრივ. მოკლედ ესე იგი ოჯახური ფასეულობები ევროპაში არის. არ გავირყვნებით. და რამეს ვისწავლით ამ ყველაფრიდან. ნამდვილად. ხო და შვებულებაზე რა ქენი? შვებულებაზე ცოტა წარუმატებელი იყო 2 წელი ასეთიზეთ უკვე წარუმატებელი შვებულებები გვაქვს აპრილში, იმიტომ რომ აპრილში ევროპაში მოკლედ ცივა რა. ანუ არაფერი ეგეთი არ დაგეგმოთ, არაფერი ზღვასთან დაკავშირებული ან მზესთან დაკავშირებული, იმიტომ შეიძლება გაგიმართლოთ, მაგრამ ძირითადად ჯერ კიდევ ცივა. წინა წელს ხო იტალიაში ვიყავით წასულები მთელი აპრილი და დავდევდით მზეს. სულ სამხრეთით ვიარეთ რომ სადმე მზე გამოგვეჭირა და სითბო, მაგრამ სიცილიაში ყველაზე ბოლო წერტილში ჩავედით და იქაც კი არ იყო საკმარისი სითბო. წელს საფრანგეთის სამხრეთით წავედით. ანუ ხმელთაშუა ზღვის მასე სანაპიროზე. და ესე იგი 7 დღიდან 6 დღე წვიმდა. ვერ გავედით სახლიდან ფაქტობრივად და ის ერთი დღე იყო მარტო მზე და ვიცით ახლა მზე კი იყო, მაგრამ ისეთი სითბო არ იყო, რომ ზღვაში შევსულიყავით. მაგრამ როგორც მინიმუმ გავისეირნეთ მაინც რა. ამიტომ ძალიან წარუმატებელი იყო ჩვენი. ეხა კემპინგში არ იყავით, ხო? კემპინგში ვიყავით, ოღონდ ცოტა სხვა ფორმატში, რაღაცა 5 ვარსკვლავიანი კემპინგი და პატარ-პატარა სახლუკები რო დგას რა, ბუნგალო ქვია, არ ვიცი რა ქვია. ხო, მე მგონი. პატარ-პატარა კოტეჯები ვით. ძალიან კომფორტი, ყველაფერი გაქვს რა, შინ ამ სახლს ქირავთ ფაქტობრივად. ხო, ან შარშან როგორც იყავით იმავე ფორმატში. არა, შარშან იმით ვიყავით. ვენით იყავით. კემპინგ ვენით ვიყავით და იმაში ვრჩებოდით. არა, ეგ ბევრად ძალიან დისკომფორტი იყო და ეხლა ძალიან კომფორტში, ანუ სახლი გაქვს ნაქირავები და პლუს ამას უბრალოდ კემპინგის ტერიტორიაზე ხარ, რაც ნიშნავს, რომ მთელ მათ ფესილიტიზე გაქვს წვდომა და კიდევ კარგი რომ მაინც გავთვალე წინასწარ რომ შეიძლებოდა სუდი ამინდი ყოფილიყო და ისეთი კემპინგი ავარჩიე რომ შიდა აუზი ქონოდათ. აუზზე მაინც მივდიოდით ხოლმე ყოველდღე, ანუ თბილი აუზი იყო და თინა ერთობოდა. შესაბამისად, ანუ რაღაცა მაინც გავაკეთეთ. და ამ კემპინგებზე ასევე აქტივობებია რა, ანუ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, 3 წლამდე პატარა ბაღივით არის, რაღაც 3-დან 6-მდე შესაბამისი რაღაც აქტივობები, 6-დან 12-მდე და ასე შემდეგ. რა ყველასთვის რაღაც აქტივობებია ყოველ დღე, როგორც მინიმუმ 2 საათიანი, ხანდახან 2 საათიანი და ჯამში, ანუ ბავშვები ძალიან კარგად ერთვებიან რა. იმიტომ რომ ჩვენ ჯანტანის ძმისშვილებთან ერთად ვიყავით და დიშვილთან. და მათ კატეგორიაში 6-დან 12-ში ძალიან ბევრი რაღაცა იყო საკეთებელი, ყოველდღე ორი აქტივობა იყო და მეგენი არ გვინახავს ფაქტობრივად რა სულ რაღაცებს რაღაც აქტივობებში იყვნენ და
როგორც მინიმუმ ისინი გაერთნენ თინაც ასე თუ ისე ამ თავის ბიძაშვილ მამიდაშვილებთან ერთად მაინც სულ ოსახში გამოკეტო ეგენი მაინც ერთობიან იმიტომ რომ ერთმანეთთან არიან და რაღაცა ან ბურთს ითამაშებენ ხარ რაღაცას ითამაშებენ მოკლედ როგორც მინიმუმ ბავშვები გაერთნენ ჩვენ ვერ გავერთეთ ვერ გავედით რეალურად რა დიდად სახლიდან და თან მანქანით წავედით და ძალიან შორს არის ანუ რამდენი ხანი ვიყავით გზაში ჯამში წასვლიან წამოსვლიანად არა ესე იგი გავაკეთეთ პატარა პაუზა იმიტომ რომ ამდენი ხანი მგზავრობა არ შემიძლია ამ ხელამოცვლით შესაბამისად ჩავედით სადღაც შუამდე 6 საათი მოვანდომეთ იქ და გავაღამეთ მეორე დილით წავედით კიდე 7 საათი მოვანდომეთ ან 13 საათი გზაში და ერთი ღამე იმისთვის რომ იქ ერთი კვირაწვიმაში ვყოფილიყავით და მე უკანაც იგივე 6 საათი გაჩერება და 7 საათი. ამ ძალიან შორია სამხრეთი რეალურად აქ რა, მთელი ქვეყანა უნდა გადაჭრა. ხო და არ ვიცი ძალიან დამღალა მაგ ერთმა კვირამ მე ჩამოვედით რამდენიმე დღე აქ გავატარეთ და მე კიდე წავედით 5 საათის გზაზე ოღონ დასავლეთისკენ ბრეტანში ჯონატანის ბებიის მოსანახულებლად, იმიტომ რომ მივხვდით რომ ძალიან დიდი ხანი ვეღარ ვნახავდით. იმიტომ რომ უკვე ესეც კი ამაზეც კი სამშობიაროში ძალიან თითი მიქნიეს რომ ესე გვიან მივდიოდი ან თითქმის ერთი თვე მქონდა დარჩენილი გაჩენამდე და წავედი რაღაც ძალიან შორს 13 საათის გზაზე სამშობიაროდან მანქანით და აუცილებლად წაიღეო ყველაფერიო რაც გჭირდებაო ანუ maternity რა სამშობიაროს ბები აქალიც წაიყვანე ყველაფერი წაიღეო იმიტომ რომ რამე რო იყოს იქვე რო გააჩინო რა მივხვდი რომ არაფერი მომზადებული არ მქონდა იმიტომ რომ გადავაბი მეგრევე სტაჟს მოვრჩი თუ არა მეორე დღეს ვეწავედით ჩვენ არაფერი არ მქონდა მომზადებული მეთქი მე გავაკეთებ მაძლევს დავფაფხურდია გავაკეთე ეს პატარა ჩემოდანივით რაღაც სამშობიაროსთვის რომ წამეღო იქ წამოვაპროწიალე მე ამ ბებიას შეპირებული ვიყავით რომ მაისში ძალიან ბევრი ისინი აქვს ყოველ მაისს ბევრი დასვენების დღეებია და ხშირად ემთხვევა ხოლმე შაბათ-კვირაზე გადაბმა შეგიძლია რა ანუ გრძელი ვიკენდის გაკეთება შეგიძლია ჩვენთანაც ეს არის კარგად ემთხვევა ძალიან კარგად გამოვიდა 4 გრძელი ვიკენდი გამოდის იმიტომ რომ 5 შაბათობით არის 3 5 შაბათი არის დასვენება შესაბამისად ყველას აღებული აქვს ეს რა ხიდებს ეძახიან და და ვიფიქრეთ რომელიმე ხიდზე წავალთ თქო და ანუ რომ სამშობიაროში რომ ითხრეს რომ იგი ხوار ხარ რომ ეხა კიდე ორი კვირით ადრე გაჩენამდე კიდე სადმე თუ აპირებს წასვლას და მეთქი ოკეი კაი ეთლისტ იმავე კვირასვე მოვაყომარებთ თქო და წავედით მოკლედ ბრეტანში ჯონატანის ბებიასთან თან ძალიან მოხუცებულია უკვე 90-ს მიუკაკუნა და აი ყოველჯერზე ის გვაქვს ხოლმე რომ აი რა ვიცი არ ვიცი როდის ვნახავთ კიდე და რეალურად ეხლა ბავშვი რო გაჩნდება მალევე ვერ ვიპროწიალებთ მარტო ცხოვრობს თუ როგორი მასშია თუ ესე იგი აქ ცხოვრობდა მთელი ცხოვრება და ბოლო 5 წელია თუ რაღაცა გადაცხოვრდა თავისი შვილის ანუ გოგო ყავს კიდე ერთი ან ჯონატანის მამის დედა არის ეს და ან ჯონატანის მამიდასთან რომელიც ასევე საზღვაო ქალაქში ცხოვრობს ბრეტანში ძალიან მოეწონა ის ადგილი რა და ამბიანსი და მეზობლობა ასე შემდეგ და მოძებნა იპოვა იქვე ზუსტად თავისი შვილის გვერდზე სახლი თავისი შვილის სახლში ცხოვრობს და აი გვერდზე სახლი ქირავდებოდა რა აღონ ძალიან პატარა სახლია რაღაც პატარა სახლები არის 60 კვადრატია თუ 70 კვადრატია უპატარავესია და პატარა ნაკუწი აქვს იმისი მიწის ხო და მაგას ქირაობს რა და იქიდან უკვე ვეღარ მოძრაობს მარტივად ჯერ კიდევ მანქანა დაყავს მინდა გითხრა მაგრამ ეხა პარიზამდე ვერ ჩამოახტევს რა იქვე და 8 საათი ისიც ვერ იმზადე დაახლოებით ერთი და იგივე სიტუაციაში ვარ პარიზში ჩამოსვლები უკვე უჭირს მაგრამ ხო ჩვენ ჩავედით და ძალიან გაუხარდა და აი არ ვიცი არ მინდოდა რომ იმედი გამეცრუები ამისთვის ძალიან მიყვარს ეგ ხალი ასე რომ ჩავედით პარასკევს დილით და ჩამოვედით კვირას საღამოს. და აი საქართველოში რომ ყოფილიყავით 4 საათი და ნებისმიერ წერტილში იქით-აქით თელ საქართველოს გადაფარო. ნამდვილად, ეგეც ხო მართლა უმაქსიმუმესი. მაგრამ კარგი იყო, მაგრამ ისევ და ისევ, კაი ამინდი იყო რომ მივდიოდით და რომ ჩავედით, წვიმა დაიწყო და რომ წამოვედით, გამოვიდა ამინდი. მოკლედ ამინდის ღმერთები გამწყრალები არიან ჩვენზე ბოლო 2 წელია.
მაგრამ მე ვამბობ, რომ ყველაფერში ხო არ გაგვიმართლებს ცხოვრებაში და არაუშავს, რომ ამინდში არ გაგვიმართლოს ამჯერად. რომ მარტივად გადავიტანეთ, შემდეგი ეპიზოდი სამშობიართან ჩავწეროთ და სანაცე რაღაც ელოდები და ეხლა ბარბარა გაიხსნა 4 დიდზე და აბა როგორ არის შემოდის რაღაც შეიძლება ეგ შესაძლებელია, იმიტომ რომ იმას რა ქვია, ამ გაუტკივარებას გიდგამენ თუ არა, მას მე მორჩა რა, მე უკვე ძალიან კაია ცხოვრება. და მე მეძინა წინაზე, რამდენი საათი მეძინა? 6 საათი მეძინა, იმიტომ რომ ამ გაუტკივარებაზე ვიყავი და საათში ერთხელ შემოდიოდა ვიღაცა რომ შეიმოწმებია რამდენიც ვიყავი. და ანუ ეს მაგრამ შუალედებში სულ მეძინა და ამ ძილის მაგივრად შემიძლია პოდკასტი ჩავწერო. ძალიან დახილით ვარ ვიქნები. ასე რომ მაგ შენ ნივთებში ლეპტოპი, მიკროფონი. აუცილებლად ანჯელატას გამოვაგზავნე მე. წამოიღე, მიდი წამომიღეთ. პირველი პოდკასტი ვიქნებით, რომელიც თან ანუ ესე საერთაშორისო კავშირით და თან სამშობიაროდან ჩაიწერება და გავაკეთოთ ეგ. კომპიუტერი გამიჭირდება, მაგრამ მობილურით მართლა შეგვიძლია ჩავწეროთ პატარა ეპიზოდი. გააჩნია დღის რა მონაკვეთში იქნება. წინაზე იმიტომ მეძინა მეგონი რომ ღამე დაემთხვა და თან ძალიან გამიგრძელდა ეს მშობიარობა მანამდე. მაგრამ მეორეზე ამბობენ რომ უფრო სწრაფად და მარტივად ხდებაო და თუ დაღლილი არ ვიყავი, შეიძლება რომ ჩავწეროთ ეპიზოდი. всё, დაგეგმილი არის. ასე რომ ხალხო, ელოდეთ. ლაივი მშობიარობით ტრენთან დეტალებში მოვყვებით ყველაფერს. აი ეხლა თავი გამოჩნდა და ჩვენ ეპიზოდს როწერთ. მე ანუ ჯერა მეორე ბალღი. მეც არ მჯერა კი და შიგადაშიგ რო გავიაზრებ, ხოლმე ჯერ მართლა ვერ ვიაზრებ. რაღაცა ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი ეს სტაჟირებაში ძალიან გართული ვიყავი, მე ამ მშობლობაში ვიყავით, მე რაც მოვრჩი სულ რაღაც სახლის დაგროვილი რაღაცა და რაღაც ძალიან სწრაფად გავიდა და შიგადაშიგ საღამოს რო დავწვევი ხოლმე და აი უცბად რომ რეალობა სახეში რო შემოგიტყაპოდებს, რომ ვაიმე ორ კვირაში მაქსიმუმ 3 კვირაში კიდე ერთი ადამიანი იარსებებს აქ. და აი ძალიან პანიკაში ვარდები ხოლმე უცბად. პანიკა. არ გექნება, პანიკის დრო არ გექნება, ამიტომ ეხლა აი მე არ გექნება, მაგრამ მანამდე შეგიძლია იპანიკო, მაგრამ ანუ მე ვერაფერს ვერ იცავ. ხო, არა, ვერაფერს ვერ ვიზამ. ნახო, უცნაურია, რომ ეს დაირღვევა ჩვენი იდილია და დაემატება ერთი ადამიანი, რომელიც პირველი ერთი წელი იქნება მოწეპებული ისევ ჩემზე ალბათ. ანუ ყველაზე უკვე მეორე წრეზე ხარ წასული, რომელ წრეზე დაგეციოთ, არ ვიცი და მანამდე თან გადაწყვეტილება მაქვს მისაღები საერთოდ ბავშვთან დაკავშირებით. რაღაცნაირად დავსინქრონოთ. ო, ზუსტია, ჩვენც კაი, მაინც ჩვენ ძალიან დიდი სხვაობა გამოგვდის ახლა ჩვენ მეგობრებთან, ზოგს უკვე ბევრად დიდი შვილები ყავს, ასე რომ მეც ეგეთ შეგრძნება მქონდა ხოლმე, რომ ძალიან შორს ვიყავი. მაგრამ თან შენი ბავშვები არაფერში არ მარგია. მე ადგილობრივად მჭირდება ისთანაც ვამეგობრებ, ამიტომ მოკლედ ჩვენთან არ შევათანხმებ არაფერს. არ შეათანხმო არ. შვენიერი სიახლეები გქონია. შენ როგორ ხარ, აბა შენ მომიყევი შენი ამბები, ჩვენ მართლა საუკუნე არ გველაპარაკია ამასობაში. ჩემ იმაში რეალობაში არაფერი დიდად არ შეცვლილა. გუშინ მარშზე ვიყავი. რომელიც ისნის მეტროდან დაიწყო და რაღაც შესაძლოა შენობამდე ვიარეთ და ძალიან კარგი მარში იყო, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხდება ხოლმე სულ ან ცენტრალურ უბნებშია და ნუ რუსთაველთან რაც ახლოს არის და კავშირში არის და ეს გარეუბნებში მით უმეტეს რაღაცა დიდი მსვლელობები არ მოწყობილა და ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ რაღაცა დავინახეთ ყველამ ისევ ერთმანეთი, რომ მარტო რაღაც ერთ კატეგორიაში არ იხარშება მთელი ეს პროტესტი. მაგრამ გამოხმაურებებიც ძალიან სასაცილო იყო, რომ ხალხო ვიაროთ არ ცოტა ის ხალხი იყო, რომელიც პირველად მოხდა ისნის მეტროსთან და ხალხო ვიაროთ და რაღაც თითქოს გაკვირვებულები რო იყვნენ იმითი, რომ იმაში გარეუბანში ოპოზიციურად განწყობილი ხალხიც არსებობს და ძალიან სასაცილო იყო, იმიტომ რომ რავი, ანუ კონცეფტით სავსეა, საბურთალო კი არ რუსებითაც თან. ხო და შესაძლოა რომ არანაირი ურბანული მიკუთვნებულობა არ აქვს იმას, რა ქვია.
სოფხედველობას მით უმეტეს უკვე ეხლა ანუ ჩვენ დროს ჩვენ რო სკოლაში ვიყავი და რაუბნელი ხარ და რაღაცებს მიხვდებოდი მაგის მიხედვით და ეხლა მით უმეტეს ანუ გაცილებით ნაკლებად არის ეგისა და ამიტომ ვისაც ჯერ კიდევ მეგონი ჩარჩენილი აქვს ეგ მომენტები ძალიან გაოცებულია მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის რომ მე ვარკეთილის მეტროში ჩავედით და იქიდან წამოვედით რუსთაველზე და ვარკეთილის მეტროში მე ძალიან დიდი ხანი არ ვარ ნამყოფი და ბოლოს ვიყავი მეირობის იმას რომ ვიღებდი მონაწილეობას და ეგ გამახსენდა ამდენი წლის მერე ხო იმიტომ რომ ის ვარკეთილის ის თქვენთი იყო კი ანუ ის თქვენთი მანდარი არა იქით არის ვარკეთილშია და მოკლედ რამდენიმე თვე მიყოლებით მიწევდა ვარკეთილის მეტროსთან სიარული და ნუ ის მაგზასაც ვიცნობდი და სამგორის მიდამოებს იმიტომ ვიცნობ რომ იქიდან გადის ასურეთში მარშრუტები და მანქანითაც ხშირად დედაჩემს რომ ტოვებ ხოლმე რაღაცა და მანამდე სანამ მანქანა მეყოლებოდა იქიდან დავდიოდი დავათრევდი ამ ყველაფერს ან მართლა ეხა რომ ვიხსენებ ვერც კი წარმომიდგენია რანაირად დავათრევდი ამ ძაღლის საჭმლის ტომრებს აი მივათრევდი იქ ვიყიდულობდი იქაც რაღაც ისინი ბევრი ზოომაღაზიები და იქიდან მივათრევდი მომენტი მოკლედ კარგმა ცხოვრებამ კი თუ რითი ათრევდი ხო და ხან ვიღაცა მეტაჭკეს დავიქირავებდი ან ტაქსს ქირავდი ხოლმე და ესე წრეზე მომიყვანდა და იქ გადმომატანინებდა რა და ისა და მე მარშრუტით მიმქონა ხოლმე და მაგიტომ მაგ იმაში მაგუბანში გათვითცნობიერებული ვიყავი ხა და ნუ ისანშიც აი კიდე მარშრუტკის ჩამოსვლა და რაღაცები და მოკლედ მაგეთ ხარეს აზზე ვარ რაღაცებს აი გლდანისკენ თითქმის არც არ მიწევს ხოლმე სიარული მაგრამ მოკლედ ეს ვარკეთილის მეტრო რომელიც პერიოდულად მეც მავიწყდება და ყველას ალბათ ვინც მით უმეტეს ისედაც მეტროზე არ დაძს და მით უმეტეს იქით სიარული არ უწევს გავს დაბომბილს იმიტომ რომ ანუ სადღაც მეგონი 7 წელია არემონტებენ და რო ჩავედით მე თვითონაც კი არ მახსოვდა რომ ესეთ მდგომარეობაში იყო და სულ მოღლეტილი არის რა აი ყველაფერი გატიტულებული არის ეს ჩასასვლელი გვირაბი მე შიგნითაც ყველაფერი მოშიშვლებულია და აი ფაქტიურად ხარ რაღაცა იმაში რა ქვია მაგ იმას რა ქვია ბომბსაწინააღმდეგო ბუნკერს გავს რა და მან მოკლედ პროტესტი გაგრძელდა ძალიან სამბეჭდავი იყო ეს ძალიან ბევრი ერთი პროტესტიდან მომავალი ხალხი შეძახილებით და რაღაცეებით და იმენ მეტროს ოკუპირება მოახდინეთ და ეს ვიდეოები და რაღაცები რო იდო მე დღეს და გუშინ რო ნახულობდი იქ ხალხი წერს და მე მგონი ემიგრანტები იყვნენ ძირითადად რომ ვერ ხვდებოდნენ რომ რატო გავს დაბომბილს ეს მეტრო და ეს რა არის და რაღაცას წერენ და ვიღაცები ვინც ანუ მეტროთიც არ სარგებლობენ ვიღაცები ვინც ძალიან დიდი ხანია ყოფილა და მე თვითონაც მე მივხვდი რომ დამავიწყდა რომ ეგეთ მდგომარეობაშია მეტრო რომელსაც 7 წელია რაღაც ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა და 7 წელია პირდაპირ რომ რეაბილიტირდება და ჯერ კიდე აი ისეთ საშინელ მდგომარეობაშია რომ მან აი ყოველ დღე მაგ მეტროში რომ მოძრაობ ძალიან მარტივია რომ დეპრესია დაგემართოს ადამიანს იმიტომ რომ აი ამ მართლა მას რა ქვია ბუნკერში მოძრაობ რა ალბათ რაღაცა შინელება ხო და ძალიან ის იყო ეკლექტურიც იყო რაღაცა მხრივ თუ არ ვიცი რა უწოდო ეს რა პროტესტი პლუს ეს მეტრო მე ხალხის ეს რეაქციები ამ მეტროს მდგომარეობაზე და ცოტა ალბათ იმის რა ქვია კოცების ხარდამჭერებშიც დისონანსი იყო რომ თან ეს მეტრო არის და თან ეს პროტესტის მონაწილეები რომლებიც უნდა გამოვლანძღოთ ხო და ძალიან ის იყო რა ქვია სასაცილო რა მაგრამ ისეთი შავად სასაცილო ჩვენი ყოფა მაგრამ თვითონ მოკლედ მარში ძალიან შემაგულიანებელი იყო და მარშები ზოგადად მიყვარს იმიტომ რაღაც ისედაც შეიძლება გავდივარ სახლიდან. ხო და ეს სიარული და მოძრაობა და თან არის ხალხი
ფანჯრებიდან რო გიყურებენ, ძალიან ცოტა იყო სხვა შორის, ვინც ან შეიგინა ან რაღაც ისქნა ძირთად სულ მხარდაჭერის ისინი იყო, რა ქვია, გამოვლენა, ან არაფერს არ ამბობდნენ, უბრალოდ იღებდნენ და ეტყობოდათ, რომ აი ისე არიან რა, ცოტა ეშინიათ, რომ ინტერაქციაში შევიდნენ, იმიტომ რომ ხალხი დატერორებულია აზრის გამოთქმაზე და კარგი დღე იყო ემოციურად, ძალიან შემმავსო და ვინმე თუ გვისვენს, ვინც დაღლილია, იმიტომ რომ 100 უკვე რაღაც 60 დღეა პროტესტი მიმდინარეობს და ძალიან ლოგიკურია, რომ დაღლილი შეიძლება იყოს და რაღაცნაირად უიმედობაც იპყრობდეს მარშებში მიიღეთ მონაწილეობა, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან დადებითად დაიმუხტებით, ერთმანეთს დაინახავთ მინიმუმ და თქვენ აზრის თანამოაზრე ადამიანებისგან რაღაც მხარდაჭერას იგრძნობთ და კარგია. და განსაკუთრებით ესე გარეუბნებში, იმიტომ რომ მე მართლა არ მახსოვს ჩემი შეგნებული ცხოვრება, სადმე აი მაგეთ მაგეთ ხარის გარეუბნებში ისეთი აქციები რა და ეგეც იყო ძალიან ის რომ ხალხი ძალიან ინტერესით უყურებდა რომ რა ხდება. რა მოვიდა ჩვენამდე. ვიღაცებს არ ვკითხულობ, რასა პროტესტებთ? ეს ხალხი მიყვარს და ცოტა მშურს მათი ხოლმე, რომ რასა პროტესტებთ, რა ხდება? ძალიან კაი იდეაა გარეუბნებში მართლა ხო არის სულ რუსთაველზე. ხო, ანუ რუსთაველის ისეთია სტრატეგიული და მნიშვნელოვანი წერტილია, მაგრამ როცა ტელევიზია არ აშუქებს და შეიძლება ადამიანები არ უყურებდნენ იმედის გარდა არაფერს, მათ ყურამდე არ მიდის. მე მაგალითად ბევრი ადამიანი რომ ეკითხება ხოლმე, რა ხდება რუსთაველი კიდე იკეტება და ცოტა კი ბრაზდები თან, მაგრამ ნუ მესმის რომ შეიძლება ეს აქტურა თვითონ ვერ არიან ჩართული, მე ხო ყველა ნიუს რო სკროლავ და სამსახურეობრივადაც ისედაც რომ მჭირდება მაშინ საქმის კურსში ყოფნა და პლუს ისედაც გულო შემტკივა იმ ჩემს თავში იმხელა ინფორმაციული რაღაც ნაგავსაყარელი არის, რომ მე თვითონ მიჭირს ხოლმე მაგის დახარისხება და მესმის რომ იმ ადამიანებისთვის თუ თან მით უმეტეს სოციალურ ქსელებზე აქტიური მომხმარებელი არ არის, ცოტა რთულია, მაგრამ თან ხანდახან თავიდან პირველი რომ მომწერენ ხოლმე რა ხდება იკეტება კიდე რომ ცოტა ნერვები მეშლება ხოლმე და მე თავს ვიწყნარებ და მე პასუხობ და მე ვეუბნები მე ლინკებს ვგზავნი და მე რაღაცას ვუყვები და ვცდილობ რომ მოკლედ გავათვითცნობიერო მაშინ პროტესტის არში, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანი ვინც პროტესტის შინაარს იზიარებს, ჩვენი თანამოაზრეა და მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთი დავინახოთ. ხო და ამ ვარკეთილის მეტრომ გამახსენა და წამიღო იმ დროში, როცა მერობის კანდიდატი ვიყავი. ის პოინტი. ეს ძალიან კარგი ისტორიაა და მინდა რომ გამახსენო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა და დეტალები აღარ მახსოვს. მაგრამ მახსოვს რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცები, რამდენიმე რაღაცა მახსოვს. ხო და მე ძალიან ვიყავი შენ კამპანიაში აქტიურად. ხო და მე ბუნდონად მახსოვს ბევრი რაღაცები, მაგრამ აი შეგრძნებები მაინც არ მავიწყდება ხოლმე, მაგრამ გუშინ მე რაღაცებზე აღვიდგინე, რომ ეს რო წამოიღო ვარკეთილის მეტრო ნოსტალგია და მე ნოსტალგიას არ წამოვიღე, იმიტომ რომ საკმაოდ ის იყო სტრესულად ვუყურებ მაგ პერიოდს და ყველას ძალიან უყვარს. ხო, სტრესულად გახსენდა. მე რაღაცა მახსოვს, მეგონა რომ სახალისოდ გაგახსენდებოდა. იცი რა არის, აი სახალისოდ რაღაცები მახსენდება, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი სტრესული სიტუაციები იყო, რომელმაც საკმაოდ ბევრი რაღაცა განაპირობა ჩემს რაღაც სამომავლო გეგმებში კი არა, აი რაღაცებზე მოკლედ თვალი ამეხილა თუ რაღაც ესეთი შეისიყო რა, ცოტა გამასხივოსნა სხვანაირად. ხო და თავიდან მოკლედ ზითი დაიწყო, ეხლა მაგითი მოვყვები. ჯერ ვინც არ იცის და ვიღაცებს შეიძლება ახსოვს, ვიღაცებს შეიძლება არ ახსოვს. მოკლედ 2000 რომელი იყო 18 სადღაც თუ უფრო ადრე. არა, უფრო ადრე, იმიტომ რომ 2018-ში აქ წამოვიდი. ხო, 16 შეიძლება. აი, სამწუხაროდ წინასწარ ეს არ იმას მექნია, რა ქვია, ვერ გავიხსენე, როდის რა იყო და ეხლა მაგაზე არ მოვწდები, რომ ეს ზუსტად არიღები ვეძება, მაგრამ მოკლედ იყო ალბათ 16 ხო უფრო. და ახალი გახსნილი იყო შედარებით, მე მგონი East Point-ი მაშინ, ეს დიდი სავაჭრო ცენტრი ვარკეთილში. და
ჩემი ნაცნობის სააგენტო უკეთებდათ რაღაც იმას, რა ქვია, კამპანიას პრომოუშენისთვის და ჩემ ყურამდე მოვიდა მოკლედ ამ კამპანიის შესახებ ინფორმაცია. იმიტომ რომ მაგ წელში ვტრიალებდი და რაღაცა რომ გააზიარეს ეს ინფორმაცია და თან შევხედე რომ ჩემი ნაცნობ მეგობრები იყვნენ ჩართული ამ კამპანიაში მივხვდი რომ რაღაც სახალისო იქნებოდა საინტერესო და მაგ პერიოდში კარიერულადაც რაღაც ისეთ ეტაპზე ვიყავი რომ დიდად რო არის აი ცოტა დაკარგული რო ხარ და არ იცი რის კეთება გინდა და ის გაქვს რაღაც ეძებ შენ თავსაც და ყველაფერს გარშემო და რაღაცეთ გადაწყვიტე რომ მოდი კი ამაში მივიღებ მონაწილეობას თქო რა იმიტომ რომ რაღაც სახალისო ჩანდა რაღაცნაირი ისეთი სატირული ის პოლიტიკოსობა თუ რაღაცა ხო და მოკლედ გავაგზავნე მაშინ მახსოვს ის იყო დოდისთან მივედი და ჯერ კიდევ დოლიძეზე ძველ სახლში ცხოვრობდა და დოდი დამეხმარა და გავაკეთეთ რაღაც სცენარი მოვიგონე ანუ ის უნდა ვიდეო უნდა გადაგეღო რატომ ხარ მონაწილე რაღაც აღარ მახსოვს სადმე რომ მოვძებნო ახლა ვიდეოსაც ვიპოვე ალბათაც არ დავიკრინჯები ხო და შევეცდები რომ რამე ჩავსვა იმაში ვიდეო ვერსიაში თუ ვიპოვე შესაბამისი და ისე არ შემცხვა ძალიან და ეს მოკლედ ის admission ვიდეო უნდა გადამეღო რითიც ვამტკიცებდი რომ რატომ უნდა ავეყვანე ერთ-ერთ კანდიდატად და დოდი დამეხმარა მოკლედ ოპერატორი იყო თან რაღაცა ისედაც სცენარში რაღაცა ხუმრობების დასაუმჯობესებლადაც რჩევები მომცა და მოკლედ გადავიღე ეს ვიდეო და მოვხვდი ამ შესარჩევ რაღაც რამდენ ადამიანში აღარ მახსოვს რამდენი იყო მე იქ უნდა მოგემზადებინა გამახსენდა ეხლა რომ ის იყო რაღაცა სიტყვა იყო მოკლედ რატომ იმას შვები რატომ უნდა შენ მოგცენ ხმად რაღაცა რა ეგეთი და იქ მახსოვს რომ ეხაც მახსოვს იმიტომ რომ რაღაცა მაშინ მნიშვნელოვანი მაგაშიც კი ცდილობდი რომ მაინც მეპოვა ესა რაღაც შინაარსი რა ანუ უბრალოდ ისე კი არ მისულიყავი რომ მე რაღაც მინდა რატომ მინდა და მახსოვს რომ იქ ძალიან ისე მეთქი თუ ვერ პოულობთ ჯინს რომელიც ტრაკზეც კარგად გაქვს და წელზეც რაღაც ეგეთი და მე უნდათ მახსენდება და მე მახსოვს რომ ეს ტრაკი რო თქვი იქ იყო მთელი ამბავი რომ ტრაკი რატო თქვი და ნუ რაღაცა მოკლედ ამისინი რა ეს მოკლედ სიტყვა მქონდა რომ იმიტომ რომ მაშინ მახსოვს რომ ჯინსის ყიდვა ძალიან დიდი პრობლემა იყო მაშინაც კი და ეხლაც ჯერ კიდევ არის მოკლედ ეს გადაკვეთის წერტილი ვიპოვე იმასთან პოტენციურ სამიზნე აუდიტორიასთან ვინ შეიძლება და შევი ამომრჩეველი ყოფილიყო და მოკლედ მე ისე დამთავრდა რომ გადავედი ამ იმაში რა ქვია სამეულში ვინც იყო კანდიდატები და ამ სამეულს უკვე სააგენტო რომელიც გეგმავდა ამ კამპანიას უკეთებდა თითოს საარჩევნო რაღაც ცალ-ცალკე კამპანიებს რა და ყველას ჰქონდა რაღაცა თავისი პროფილი და მე მახსოვს რომ ჩემი სლოგანი იყო მე დაგასვენებთ და ჩემი ესე იგი ის იყო რა ქვია პროგრამა რომ გამწვანება უნდა გამეკეთებინა მაშინ მე იყო ნარმანია ეხა გამახსენდა და რეფერენსი ჰქონდა და აი 1000 თუ 10000 ხელ თუ მილიონი ხეს თუ რაღაცაზე გავდაგა ნარმანია და მე რაღაცა ვთქვი რომ გავამწვანებ ის პოინტს მოკლედ ის პოინტი იყო როგორც ქალაქი რა აღებული და ჩვენ ვიყავით მერობის კანდიდატები და ანუ იდეურად მოკლედ იყო ძალიან ფან რაღაც მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს საქართველო არის ბეიბი რაღაცები არც ისე სახალისოდ გაგრძელდა მე მოკლედ ამ სამეულში გადავედი ეს ჩემი სლოგანი იყო სადღაც ყოველ დღე თუ არა მე მგონი ყოველ მეორე დღე მიწევდა იმაში რა ქვია ის ფონჩი სიარული მაშინ რაღაც მანქანა არ მყავდა დავდიოდი მე მეტროთი იმიდან ან საბურთალოდან ვარკეთილამდე ერთი სადღაც საათის გზა იყო მე მგონი თავში ყველაფერი თან მაშინ სამსახურიდან პირდაპირ მივდიოდი და სამსახური ვაჟას ბოლოში იყო და იქ ძალიან დიდი ხანი მიწევდა მგზავრობა და მე მგონი მაშინ იყო რომ კიდევ უფრო აქტიურად აუდიო წიგნებს და პოდკასტებს და რაღაცებს შევეჩვიე
ბევრი დრო მქონდა გზაში. სამსახურშიც რაღაცა შევათანხმა, რომ მეთქი აი რაღაც მივიღე ამაში მონაწილეობა და რაღაცა მეხალისება და მინდა რომ და იქნებ რაღაცა დროის ამბავშიც ხელი შევიწყოთ და იქაც მოკლედ ხელს მიწყობდნენ, იმიტომ რომ ხანდახან რაღაც სამშაო საათებში თუ საჭირო იყო და მე ვიყავ ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც თან მუშაობდა და თანავეში მონაწილეობდა. დანარჩენი ორი კანდიდატი ერთი იყო ანუ არავითარი კრიტიკა, უბრალოდ ეს ანუ დედა იყო, რომელიც იმ მომენტში არ მუშაობდა და ეს იყო, რა ქვია, სახლში იჯდა რა ფაქტიურად, ესე რომ ვთქვათ და მეორე კიდე იყო მსახიობი იყო ეს ბიჭი. ну, რამდენად შემდგარი ეგ არ ვიცი, მართლა ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას სხვა მოტივები ქონდა რა და ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელიც აი რა მინდოდა საერთოდ იქ ცოტა გაუგებარი იყო რა. იმიტომ რომ ისე მუშაობდი, პლუს ეს თავის ტკივილი ავიკიდე და მე მახსოვს რომ ამ ერთ-ერთი მონაწილის დედა მეუბნებოდა მე ანუ ამ გოგოსთან დავმეგობრდით და ეხაც Facebook-ზე ყავს და კონტაქტობთ და ეს არ მიხვდეთ რომ კონკურენტები ვიყავით მანამდე და ეს ქონდა. ბიფი ქონდა. თან მისი ის კამპანია ცოტა ის იყო ჩემ ფემინისტურ სულს არ შეესაბამებოდა და ამიტომ უფრო დაპირისპირებული ვიყავით მაგარი. ხო და იმ ბიჭზე ხა ან ჩვენი პოდკასტის გაფუჭება არ მინდა რაღაცა ჭორებით, მაგრამ მოკლედ ნუ ვისაც სურვილი აქვს მე ალბათ შეუძლია ან დასერჩოს ან მომწერეთ და მოგიყვებით და ქონდა საკმაოდ კონტროვერსიული წარსულში რაღაცა ისტორიები, რომლებიც მე ჩემამდე მოვიდა, იმიტომ რომ ჩვენს კურსელს ქონდა მისი ახლობლების ოჯახს ქონდა ეს კონფლიქტი ამ ბიჭთან და მიუხედავად იმისა, რომ ხა ადამიანების სოციუმში რეაბილიტაციას ძალიან ვემხრობი და არავის რაღაცა წარსული შეცდომების გამო მოკვეთა საზოგადოებიდან არ არის ჩემი აზრით სწორი რაღაცები არის რის შედეგადაც უბრალოდ ცოტა უხერხულია მოკლედ რა რომ მე ყველა ბილბორდზე შენი სახე არის გამოკრული და იმ ადამიანებს ვისთანაც ასევე შეეხო ეს რაც შენს წარსულში მოხდა იმ ადამიანებს ცოტა ამ კივილს და იმ რა ქვია ასე რომ ჭრილობებს უხსნის კიდე ხელახლა რა და ალბათ რაღაცნაირად მაგის შეგნება თვითონ იმ ადამიანსაც უნდა გქონდეს რომ ცოტა არაეთიკურია, მაგრამ ნუ მაგაზე მოკლედ არ ვისაუბრებ და ცოტა უფრო ფან ნაწილებზე და ჩემს მენტალურ პრობლემებზე კონცენტრირდები, რომლებიც ამ იმის კამპანიის შედეგად ავიკიდე. ხო და მოკლედ თავიდან ფანი იყო ძალიან, იმიტომ რომ ეს რაღაცა ყველას თავისი პროგრამა რო ქონდა და რაღაცებზე საუბრობდნენ, ეს მე დაგასვენებთ, მე მახსოვს რომ ინტერვიუებს და რაღაცებს ვაკეთებდით, პატარა იმებს, რა ქვია, ვიდეოებს ჩემ შესახებ, ტედით ჩემი პირველი ძაღლი მაშინ მონაწილეობდა ამ ერთ-ერთ ვიდეოში, ორივე ტანწეწეტა და ტანკენარი ვართ იპოდრომზე გადაღებული რაღაც ვიდეო, ცალკე პეიჯი იყო, რომელიც ვთხოვე რომ დაეტოვებინათ ჩემი მმართველობის ქვეშ, იმიტომ რომ ეს ვიდეოები და რაღაცები იყო და ძალიან კარგად მახსენდებოდა. და ეს იყო რა, რაღაცა ძალიან სახალისო იყო. თან მაშინ ჯერ კიდე აქტუალური იყო რაღაცა ეს ინტერნეტში ხმის მიცემები და მე როგორც ინტერნეტ მომხმარებელი და ინტერნეტში სოციალურად აქტიური ადამიანი ალბათ მაგ კუთხით ვიყავი არჩეული, რომ ეს მილენიალები და ცოტა ნერდი ტექ ხალხი დაინტერესებულიყვნენ ამით. და მახსოვს რომ ჩემი ერთ-ერთი მიღწევა იყო რომ ესეთი პეიჯი არის ესენი კაპიტალისტური მიმები, ბუნდოვანი კაპიტალისტური მიმები რაღაცა ზუსტად აღარ მახსოვს. ძალიან სასწაულ პეიჯია რაღაც კაპიტალისტურ მომენტებს დაცინის ხოლმე და იქ აღმოჩნდი და ესეთი იყო starter pack-ი იყო ახალგაზრდა სოციალურ მედია მენეჯერის starter pack და იქ რაღაცები და ჩემ ფოტო იყო. იმიტომ რომ ხმას მაძლევდნენ რა. და მაშინ სოციმედიაში ვინც კი იყო ჩართული და იმ პერიოდში ვინც რაღაცნაირად ეს სფერო განავითარა, ყველა თითქოს ჩვენი სამეგობრო და სანაცნობო წრე იყო და ძალიან მასაპორტებდნენ რა და ძალიან სასაცილო იყო, მოკლედ ეგ მახსოვს კარგად დამამახსოვრდა. ხო და ყველაზე
ტრამვული, მოკლედ, რაც იყო, რასაც არ ველოდი. ის თუ რამდენ ენერგიას მოითხოვდა თურმე ადამიანებთან კონტაქტი. იმიტომ რომ საერთო ჯამში ანუ მართლა როგორც პოლიტიკური კანდიდატს მიწევდა ხალხში გასვლა და მაშინ ეს ისე რა ქვია კამპანია ემთხვეოდა 26 მაშინდელი 26 მაისს, კარგად დროშიც კარგად დაემთხვა. და აღლუმი როცა ტარდებოდა და ეს 26 მაისის ისა რუსთაველზე, იქ ვიყავი, რაღაც აქტივობები გქონდა მოფიქრებული. ხალხთან ესე დავდიოდი ხმა, მომეცით და რაღაცები და მეყვირა და ეს ძალიან არ შემილია რა, ანუ მე შემიძლია რომ ესე უბრალოდ ჩემი თავი წარმოგიდგინო და შენ მერე თუ გინდა ანუ დაალაიქებ და მომისმენ და ასე ჯერ იმას პოდკასტს როგორც ვაკეთებთ რა და იქ აი ეს ხო ხდები ხმა მომეცით აბა ეხლა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ჩემთვისაც კი კომფორტის ზონიდან აი სრული გასვლა კი არა ეს აი რომ გადაგაგდებენ ხო ისე პირდაპირ ცურვა რო არიცი და აი ეს რაღაც სრულიად უცხო ხალხს რუსთაველზე აღლუმის დროს უნდა მევლო და აბა ეხლა ის პოინტის მერობაში მომეცით ხმაი და ძალიან უხერხული იყო და მახსოვს რომ ძალიან დავისტრესე მაგით იმიტომ რომ რაღაცნაირად პრომოგოგოს ანუ ოღონდ მოულოდნელ პრომოგოგობასაც ძალიან დიდი ის სჭირდება რა ქვია მენტალური მომზადება საერთოდ არ ვიყო მომზადებული თან მით უმეტეს ჩემ თავზე რომ უნდა ესე ვატენო ხალხს რომ მე მომეცი ანუ ჩემი მეგობარი შენზე რო ყოფილიყო არანაირი პრობლემა არ მექნებოდა და მთელ რუსთაველს მოვივლიდი რომ აი ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი ბარბარა და რაღაცა და აი მე რომ უნდა ვიარო და დამალაიქე ხმა მომეცი და აი ძალიან უხერხულია მართლა ხო ანუ ძალიან ის იყო რა რაღაცნაირად მოკლედ ჩემ ბუნებაში არ იჯდა და შემაწუხა მაგ ფაქტმა და ყველაზე მეტად მოკლედ შოკის მომგვრელი იყო თვითონ ანუ ჯერ ეს წინასაარჩევნო პროცესი ხო გრძელდებოდა და ეს კამპანიები იყო და რაღაცეები და ნუ ეგ ნაწილობრივ ფანიც იყო იქ გადაღებები იყო მაშინ მახსოვს რომ იმაზე ეს ცალბორბიან სეგვეი ქვია მე მგონი ის რო არის ესე რომ დგახარ და დადიხ ბორბალი რო ორი ბორბალი რო და ესე რომ დადიხარ და არ ვიცოდი მაგის ტარება და რაღაც სცენარში იყო მოკლედ ჩაწერილი რომ ეგ უნდა მეტარებინა და იმავე დღეს ანუ თან ამის ტარება ვისწავლე და თან ვიდეო გადავიღე მეთქი ვაუ მერილ სტრიპ გაიციე ნაინო არის რიქში და ეს იყო მოკლედ ეგ რაღაცა ძაღლები ეს ძაღლიც რომ ყავდა მაშინ უკვე ძაღლებიც ჩემი იმის ნაწილი იყო რომ რაღაცა უფრო pet friendly გამხდარიყო ის პოინტი და რაღაცა და მოკლედ ძალიან სახალისო იყო მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მერე დადგა არჩევნების დრო და აღარ მახსოვს რაღაცა პერიოდი იყო მოკლედ როცა ხმის მიცემა შეიძლებოდა და ისე იყო აწყობილი რომ ონლაინ შეგეძლო ხმის მიცემა და მერე ფიზიკურად მიცემული ხმა რაღაც სამ ხმას უდრიდა თუ რაღაცა და რა თქმა უნდა ეგ იმის ნაწილი იყო რომ ხალხი ის პოინტში მიეზიდათ იმიტომ რომ მოდი არავისთვის დასამალი არა რომ ტრაქში არის ხა მარკეტინგი და ის პოინტი და ყველა იქ არავის ანუ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან მოსახერხებელია და ახლოა მაგრამ სხვა ადამიანებისთვის ეს სპეციალურად იქ მისვლა არ არის თქვა მოსახერხებელი თან ახალი გახსნილი რო იყო მაინც უფრო მეტად ჰაიპი და ყურადღების მიქცევაც ჭირდებოდათ და ამიტომ უკვე ადგილზე მიცემული ხმები ძალიან დიდ პროცენტით მეშვებოდა იგებდა და დაიწყო აი მანდ დაიწყო საერთოდ ჩემი ჯოჯოხეთი იმიტომ რომ საერთოდ არ ველოდი ეგეთ განვითარებას მოვლენებს. ანუ მანამდე თუ ვიდეოებს ვიღებდით, იქნებ ჩემი მეგობრები მოდიოდნენ, პლაკატებს ხატავდით ერთად, რაღაცა ფოტოებს ვიღებდით და ხალისობდით და ვაზიარებდით და ტროლაობდით, იმიტომ რომ ეგ თაობა ვარ და ინტერნეტში გაზრდილი და სასაცილო იყო. ეს უცბად გადაიქცა რაღაცა ნამდვილ არჩევნებად და მანდ პირველად მივხვდი რამდენად ქართველებისთვის მნიშვნელოვანი პროცესი არის, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესის გარდა, აი რაღაცნაირი მოკლედ საშინელი პერიოდი არის რა და თან მეორე მხარეს როცა ხარ ვინც ამ ხმების მოპოვებაზე უნდა იზრუნო, საერთოდ სიგიჟეა. ისე დასრულდა რომ მოკლედ ერთ-ერთი დასრულდა და გაგრძელდა რომ ერთ-ერთი ეს კანდიდატი ამ სამიდან აღმოჩნდა რომ
მისი მთელი სამეგობრო იყო ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. და აი გაწვრთნილები არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. და მეორე კანდიდატის სამეგობრო უფრო ის ჩემზე უფროსიც არის ასაკობრივად და იმას უფრო ესეთი შეძლებული რაღაცნაირ სამეგობრო ყავდა უკვე დაღვინებული, თავისი მანქანებით მოდიოდნენ, მეგობრებიც მოყავდათ, რაღაც ოჯახებით მოდიოდნენ საშოპინგოდ, მაშინ მით უმეტეს ჩემს სამეგობროს საერთოდ არავის ოჯახები არ ყავდა და ისიც შოპინგის შესაძლებლობებს ყიდველობით უნარიანობას მეტი ქონდათ და ის იყო. და მოკლედ ამ სეტაპში მე რაღაცნაირად აღმოვჩნდი გვერდზე, რომ ეს ერთი ნერდი ბავშვი და ეს ორი ტიტანების შერკინება, სადაც მოკლედ ავტობუსებით, აი მაგალითად იმ ახალგაზრდულ ფრთას ავტობუსებით ჩამოყავდათ ხალხი ხმის მისაცემად ის პოინტში. და მე და დედაჩემი მახსოვს, რომ ესე სკამზე ვიჯექთ გარეთ ამ ადგილზე პრომოს და ხმის მიცემის პერიოდში. და ეს მე და ლიოს ხედავ და ეს მე ვიყურებ და ეს ხალხი რა გაგიხდა. ანუ რა ხდება? მოლის არჩევნები არის რა, ანუ რა ის ავტობუსებით ვიღაცების მოყვანა, რა საგიჟეთი არის ეგ. დედაჩემს რაღაცას მასაპორტებდა, ეხლა ბიძაჩემი იქით ქუთაისში მახსოვს რომ ის იყო რა ქვია ძალიან ჩართული იყო და ვიღაცებს თხოვდა რომ ჩემთვის ონლაინ ხმა მიეცათ და რომ აი რაღაცებს ყველა ძალიან ჩართულები იყვნენ და მაგ მხრივად ცოტა უხერხულობს გზობდი თავს რომ პროცესში რომ ძალიან დავისტრესე, მეთქი რაღაცა, ანუ მე მახსოვს რაღაცა ვიღაცა მეუბნება დაანებე თავი და რაღაც, მაგრამ მივხვდი რომ რაღაცა ხალხი ჩემზე იმედებს ამყარებდა რა, რომ უნდათ რომ გამიმარჯვა და აი მანდ მივხვდი მოკლედ რა შეიძლება გადიოდეს არ მეცოდებიან პოლიტიკოსები, იმიტომ რომ დასრული და შემდგარი ხალხია და უნდა მაგის მენეჯმენტით ცალკე შეეძლოთ, მაგრამ ადამიანური კუთხით მივხვდი რომ რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა ვიღაცებს შენ იმედი აქვს და შენ ამ დროს გემძრევა მენტალურად, ემოციურად და ყველანაირად გამოფიტული ხარ და მაინც ბოლომდე უნდა მიიყვანო რაღაც რა. და რაღაც დედაჩემი მახსოვს რომ სადარბაზოებში მაშინ თბილისში იყო ჯერ კიდე და სადარბაზოებში აკრავდა ჩემს პოსტერებს და რაღაცა და ძალიან ის იყო რა. ეს უცბად მე რომ მეთქვა რომ ეხლა всё მე აღარ მინდა ამის კეთება, ცოტა არ გამომდიოდა მოკლედ. მაგრამ აღმოჩნდა რომ მორალურად საერთოდ არ ვიყავ გზად მთელი ამ ქაოსისთვის და განსაკუთრებით მერე, ანუ გარდა ამ ავტობუსებით ხალხის მოყვანისა, მერე მახსოვს რომ ეს ხმებს რო აძლევდნენ ერთად მოვხვდით ამ ტრიალა კარში რა ამასთან და ვიღაცა ბაბუკაცი იყო რა და შვილიშვილს ერთად გამოდიოდა და ესე ავტობუსით ჩამოყვანილი და ხო და ის პოინტში გვეყოლება ჩვენი კაცი. მეთქი ანუ შეიძლება თბილისშიც არ ცხოვრობდე და მით უმეტეს ვარკეთილში თუ არ ცხოვრობ, არაფერში არ გარკია ის პოინტში ჩემი კაცი ყავდა რა თქმა. ანუ ეგეთი მიდგომა გქონდა ამ არჩევნების მიმართ რა, ზოგადად რომ ადამიანები მოკლედ ხმას, აი მან დავინახე რისთვის და როგორ და რანაირად აძლევდნენ ხმას და ნუ მაგის მერე ძალიან ბევრი წყალმა ჩაიარა და ეხლანდელი არჩევნები როგორც მივიღეთ მონაწილეობა, დარწმუნებულია რომ გაცილებით რა კაია თან იმის მერობის ის პოინტს რო ადარებ და ჩვენ ქვეყნის ვედის გადამწყვეტ არჩევნებთან რო პარალელს ვავლებ, მაგრამ მართლა ერთი და იგივე ხალხი იყო რა, ახალგაზრდული ფრთა ქართული ოცნების ავტობუსებით ანუ იმისთვის ეცალათ, რომ რაღაცა სულელური გასართობი იმის კამპანიის ფარგლებში ხმა მიეცათ. ანუ ეს ის იყო, რომ აი ჩვენი უნდა გავიტანოთ რა, ჩვენი კაცი უნდა ყავდეს ის პოინტში. და მერე თან ამ ყველაფერთან ერთად გარდა ხმის მიცემისა ისეთ სიმახინჯედ იქცა რომ ერთმანეთის მხარდამჭერების შორის იყო კონფლიქტი. და აი ონლაინ ერთმანეთის ლანძღვა და მე მახსოვს რომ იქ რაღაცა მანდილებს ვაგდებდი რომ ხალხნო განა შეიძლება ესე რომ რა გჭირთ ეს ხომ მოლის არჩევნებია და იქ რაღაცა რომ შემახინჯო ბოტოქსი ანუ აი ეგეთი ლეველის ერთმანეთის ლანძღვა და თათქვა რაღაც იქვე ეს იყო რა ქვია ერთ-ერთი მეგობარი ამ
მოწინააღმდეგე ბანაკის ძალიან ისეთი გაპრანჭული გოგო იყო რა და ნუ ეთყობოდა რომ ფილერი და რაღაცა ქონდა გაკეთებული ახლა რა მისი არჩევანია ხო და აუ იცი როგორ შეურაცხყოფებს აყენებდნენ ახლა იმედია რავი არ უსმენთ ჩვენ პოდკასტს და არ განვაახლებ ტკივილებს და იმედი მაქვს რომ თავის ფსიქოლოგთან დავაპარაკებ იქნება მან აი ხო ხტები რა სიბინძურებს დაუწერდნენ ელაპარაკებდნენ და ლაივშიც კი ხდებოდა ეგ რა ადგილზე აი ეს შეხლა შემოხლა და მე აი როგორც იცი ხალხის გამოჭერა იდგნენ ან შეთანხმებული რაღაცებზე ვიყავით შეთანხმებული გრაუნდ რულებზე რის აი როგორც არჩევნები არ უნდა გაყალბდეს რომ ვითომ შევთანხმდით და ჩემფեղები ისევე აქვაც ვიყავით რაღაცებზე შეთანხმებული რომ მაგალითად რაღაცა ანუ ხალხ თვითონ და მივიდეს და მიცეს არჩევნები არ უნდა მიიყვანო და ახაძინო და ჩვეულებრივად აი მე დავინახე როგორ ყალბდება საქართველოს არჩევნები. პატარა მოდელი იყო და მაგის მერე ძალიან მახსოვს რომ დიდხანს ვიყავი ემოციურად ძალიან ძიმედ, იმიტომ რომ ხო ვითომ არაფერი და აი მერობა და გართობა და ის რა ქვია მოლის არჩევნები და რაღაც აი რაისის ხო? მაგრამ დავინახე პატარა მოდელი იმისა, როგორ მუშაობს საქართველოში აი ყველაფერი. და მაშინ მახსოვს რომ ძალიან მან რაღაცა უიმედობამ და სასოწარკვეთამ შემეკრო რომ აი ამაზე თუ აი მოლის არჩევნებზე თუ ეს ამბავი ხდება ანუ რეალურ პოლიტიკაში მაშინ ესე იგი რა ხდება და ყველას დაძრეული გვაქვს. ანუ მოკლედ ძალიან დიდხანს პრიზი რა იყო შემახსენე რა. ერთი წელი მე მგონი მერი იყავი და რაღაცა ხელფასი გენიშნებოდა. 2000 ლარი. ხო, რაღაცა მაგათი. რაღაცა იმ დროისთვის ბევრი რო იყო. ხო. აი ესეთი ისინი მაქვს მოგონები. ეხლა გამახსენდა ხო ეგ ყველაფერი რომ მოყევი მე მარტო ბილბორდები და პოსტერები და ნაინომერა და ჰაშტაგები მახსოვდა. ძალიან ანუ არა და აი ეგ ყველაფერი რო არ ყოფილიყო ეგრე და მათაც მე ანუ ძაზასწულს იყო რომ იმ სააგენტოს ხელმძღვანელმა ვინც ეს კამპანია გააკეთა მე ისეთ სიმახინჯეში გადაიზარდა ეს კონფლიქტი რომ დაგვიბარა მახსოვს აი ქურდებთან საქმის გასარჩევად რომ ზროსლებთან რომ და დაგვიბარეს ოფისში და მე უბრალოდ იქ მოწესავდი ვიჯექი და რაღაცა რომ აი ნაინოსთან არაფერი პროტეზი არ გვაქვს მაგრამ აქ იყოს იმიტომ რომ მონაწილეა ყველაფერს მაგრამ რა ჭითხალ ხნო და ეს იყო რა ქვია სერიოზული გარჩევები იყო რომ აი 100 აღარ მოვიქცეთ და რაღაცა და მე აი ძალიან ეს ვიყავი გულდაწყვეტილი რომ ეს რაღაცა რაც ძალიან ფან უნდა ყოფილიყო და ყველა გავრთობილიყავით გადაიზარდა ამ ყველაფერს და ბოლოს მახსოვს რომ ძალიან ამოვისუნთქე როცა მე არ ვიყავი გამარჯვებული და საკმაოდ თან დიდი წინსწრებით გაიმარჯვა ვინც გახდა ბოლოს მერი იმიტომ რომ ადგილზე ეს ხმები რომ ბევრი ითვლებოდა ხა ჩემი მეგობრები ეგეთი უსაქმურები არ იყვნენ რომ ყოველდღე ის თვე შეეულო და შოპინგად და პლუს ის არა ხმა მოეცა ბოდიში და ძალიან ვაფასებდი ამას და თან ვერც დავაძალებდი ვერავის მაგ ყველაფერს ხო და ესა აი ესეთი უცნაური გამოცდილება იყო, მაგრამ ღირდა მაინც. დავსევდიანდი. ხო, ბოლოს ანუ მე მოკლედ, აი ბევრი რაღაცები რომ დაგროვდა, მე მაგიტო საერთო ჯამში გადავწყვიტე რომ თერაპიაზე ვისულყო, რომ ამ ყველაფერზე მესაუბრა, რომ ეს სიმძიმე მომეშორებინა. მადლობა ის point საბოლოო ჯამში. თერაპიას. ხო. კი, თერაპიის გზას დამაყენა. ყველაზე ბილბორდი რო ახსენე, ხა მაგაზე გამახსენდა, რომ ძალიან სასაცილო იყო, ჩემს სახლთან. იყო ბილბორდი ჩემს სახით გამოკრული. და მახსოვს რომ ჩემ მეზობლებს ეგონათ, რომ ჩვენ ფული გადავიხადეთ ოჯახმა. იმისთვის რომ ამ ბილბორდი ჩამოყიდებული იყო და ეთქი აი ხო რაღაც 3000 ლარი თოში ეგ ბილბორდები გარე ისი რეკლამის და აი მაგაში დავხარჯეთ ეხა ფული. ძაზაზოი რა. ხო შენ რები გახსოვს მაგ დროიდან? ეგ მახსოვს, ეგ 26 მაისის ამბავი გამახსენდა, იმიტომ რომ ვიყავით მოსულები.
რაღაცა პატარა დროშუკებიც იყო, მგონი ხო, შენი მწვანე იყო შენი ფერი, არ ვიცი სხვადასხვა ფერები ქონდა თუ არა. კი. მწვანე და ნაინომერად ჰეშტეგი მახსოვს. და პოსტერები მეც გავაკარი რაღაცა ჩემ სადარბაზოში მე მგონი მახსოვს რომ რაღაცები გავაკეთეთ და ნუ ინტერნეტში ყოველ დღე რომ ამ ნაინომერად პოსტავდით ყველგან. ისინი მაგ შეხლა შენახული რეალური პოსტერები. ხო, რა კაი ქენი. ბილბორდები მახსოვს. ეს ხო შენი ინტერვიუები და რაღაცებიც მახსოვს. მოკლედ მე მარტო ეს სახალი სუნაწილი მახსოვს ხო. რეალურად. რასაც ვხედავდი და მაგრამ ახლა გამახსენდა ხო რომ მოყევი გამახსენდა ეგ პერიოდი. ერთი კვირა გაგრძელდა ხო? თუ რამდენი მე გაგრძელდა? მგონი სადღაც ეგრე, კი. ეს მაგრამ ნუ ეგ მახსოვს. კულმინაცია იყო, იმიტომ რომ მანამდეც ეს ბილდაპი იყო მთელი ამ მისი და მან აი ხო და იმ რაში დამეხმარა იცი რომ რაღაცებს გააზრებაში რომ თურმე იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რომ ეს აქტიური ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა რაღაცა სულ გიფიქრია იმაზე რომ რაღაც პოპულარობა გინდა თუ არა და რაღაცა და მაგ ყველაფერი ექსპერიენსიდან მივხვდი რამდენად ბევრ ძალისხმევას მოითხოვს და რომ თურმე სულ არ მაინტერესებს ეგ ნაწილი და რამდენად უნდა ხალხს თავი აწონო რაღაცა შეეტენო ფაქტიურად თუ რა ვიცი მე რა ქნა რა და იმათ ხოვროსავით. ხო და რო საერთოდ არ არის ეგ ჩემი ინტერესი და თან ახლა გააჩნია ალბათ ახლა რა იმას ფლობ ახლა მომღერალი რო ვიყო ალბათ გუნებდა რაღაც კარგად ვმღეროდე ნუ საქართველოს მანდე გარეთლება მაგრამ რაღაცა რო კონდეს ეგეთი ნიჭი რა რაც პოპულარობას ეგრევე გაძლევს იმითი ახლა შენ კონტროლის ქვეშ თლათ არ არის თუმცა რა თქმა უნდა მანდაც სადღაც უნდა ატენო შენი თავი რა ხო და მანდ მივხვდი რა აი მაგის ძალისხმევის თავიც კი არ არის ჩემი ინტერესი და არ მინდა და აი ამდენ უცხო ადამიანთან ამდენი კონტაქტი ჩემთვისაც კი ძალიან ის იყო გადამღალა რა და თურმე სულ არ მინდოდა მერე კიდე იმაზეც იყო რომ ზოგადად რა რისკეთება გინდა რაღაცები როგორ წარმოგიდგენია ეს პოლიტიკის პატარა მოდელიც რო წარმოვიდგინე და თურმე რა უკან რა ხდება რაღაც მოკლედ აი ამ თითქოს გასართობ ეტაპისგან ცხოვრების დიდი გამოცდილება მაინც წამოვიღე რაღაცნაირად რა იმიტომ რომ ამხელა ემოციურ სტრესი რო განვიცადე ალბათ ბუნებრივი იყო რომ მაგან ეგ მაინც მომიტანა რომ ეგს დატოვა რაღაცაების გააზრება რა ამიტომ საერთოდ რა თქმა უნდა ის არ ვარ უკმაყოფილო რომ ეგ გამოვიარე, მაგრამ ალბათ შემზადებული უფრო სხვანაირად რომ ყოფილიყო, ნაკლებად შეიძლება სტრესული ყოფილიყო, მაგრამ ხა ბებია ჩემს რომ ისქონოდა იმისი არ იყოს ქართული გამოთქმის ეხლა რა ეს არის, მაგრამ შემიძლია რა მინიმუმ შემიძლია ამაზე ვისაუბრო. ძალიან დიდხანს ყოველთვის ვფიქრობდი რომ ამაზე რაღაცნაირად დალაგებულად მელაპარაკა და მე ეს მავიწყებოდა ხა ახალი მომხდარი რო იყო მით უმეტეს ისედაც არ მინდოდა გამძაფრება ამ ყველაფრის და იმიტომ რომ ხა ვინც მონაწილეობდა და სააგენტოც თვითონ ის პოინტის იმასაც რა ქვია მარკეტინგს და რაღაცას ვიცნობ კარგად და კარგი ურთიერთობა მაქვს არ მიღირდა რომ ეს წარმომეწია ეს თემა და ამაზე რაღაცა მეწუწუნა რა და დარწმუნებული თან თვითონაც ახლა არ წარმოედგინათ რომ ახლა ესეთი სტრესული და რაღაცნაირი გარემო იყო არავის მიზანი ეგ არ იყო რომ ეგეთი გარემო შეექმნა მაგრამ საერთოდ სამწუხაროდ ეს ჩვენ თვითონ ადამიანებმა შევქმენით არაფრისგან ეს რაღაც სტრესი როცა უნდა ყოფილიყო ხან როგორც ყველაფერი დანარჩენი ცხოვრებაში. ხო, რაღაცებს ყველა სტრესი ადამიანების შექმნილია ძირითადად. ხო, რაღაცებს ყველაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებ, ვიდრე საჭიროა რომ მიენიჭოს რა, რაღაცა ალბათ ეგ ის არის მომენტი. ხო და ესეთი იყო ჩემი ისა რა ქვია walk down the memory lane of ეგ დრო. მადლობა გაზიარებისთვის. თან ძალიან უცნაური რაღაც თემიდან რომ გადავედით. რამ დამიტრიგერა. მარშიდან და მარკეტილიდან რომ გადავედით. მაგრამ აი ეგრე დატრიგერდა რაღაცა. ძალიან საინტერესო იყო ნაინო. ხომ არ დავასრულოთ ჩვენი პოდკასტი. დავასრულოთ რომ 5 წუთში 10 წუთში უნდა წავიდე მაქსიმუმ. კი, დავასრულოთ და სვენელებს მინდა შევახსენო, გახსოვთ თუ არა ეგ პერიოდი
რეები გახსოვს იქიდან ახლა კიდევ რაღაცა გამახსენდა იქ რაღაცა ბარი იყო ჩვენი მეგობრების იქ ჩემი ის იყო რა ქვია საარჩევნო შეხვედრები და რაღაცეები და ალბათ ბევრს ემახსოვრება და თქვენ რეები გახსოვთ საინტერესოა და მე ვეცდები რომ რაღაცა ვიპოვა და ვიდეო ნაწილში ჩავსვა პოსტერები მაინც და ვიდეოები იპოვე რა ვიდეოები სხვა შორის რა ვიპოვე ჩემო მეგობრებმა ჩაწერეს გიხაროდენის ის ვერსია რა ქვია ჩემი ვერსია რა გადააკეთეს ტექსტი და ამას წინ გავაზიარე ზუსტად რაღაცაზე გამახსენდა და იქნებ მონაკვეთი მაინც ჩავსვა არ ვიცი შევხედავ რისი შესაძლებლობა მაქვს მონტაჟის მხრივ და ვეცდები რომ რაღაცა იმას რა ქვია ეგეც გაჩვენოთ და ინტერვიუები აი პეიჯი აღარ მახსოვს არსებობს თუ არა ამიტომ არ ვიცი page-ზე რაც იდო რამდენად ეს არის ცოცხალი და შევხედა. მაგრამ თქვენ მაინც ვისაც გახსოვთ, ვინც გაკვირვებული იქნებით რომ მე ვიყავი ეგ ადამიანი და მიახლოვებით ის თვითონ ის კამპანია გახსოვს დაწერეთ, მოკლედ ძალიან მაინტერესებს თქვენი გამოხმაურებები. ასევე ვიდეო კომენტარებს ისევ შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ გამოგიგზავნოთ უფრო სწორად აუდიო კომენტარები 1 წუთამდე ჩვენ მეილზე, ბოლოში იქნება დართული და გაგვიხარდება თუ გამოგვეხმაურებით და ასევე რა ვიცი გამოგვიწერეთ გააზიარეთ მეგობრებს გაუზიარეთ გვეხმარება რომ უფრო ენთუზიაზმი შევინარჩუნოთ და მეტ ადამიანს მივწვდეთ YouTube-ზეც აქაც გავიმეორებ რომ ვიღაცები გვიყურებთ და გამოწერილი არ ყავთ და გამოგვიწერეთ რომ დაგინახოთ და ჩვენი კონტენტიც უფრო მალე მიიღოთ მადლობა, კარგად. მადლობა, კარგად. ეს არჩევნებიც მიდის თავდება ნაი ნომერი საქმით გავდება დასვენება და გადამწვანება დასვენება და გადამწვანება ჩვენი ფილტვების გადასარჩენა გიხაროდენ ნაინომ რომ დაგასვენა ჩვენი სიყვარული ხოლო ჩვენი ერთგულებით ის პოინტის გადარჩენ